რუსთავის ავტოდრომზე 2014 წლის საბოლოო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. პირველად ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ფორმულა ალფას გათამაშებაში 20 ბოლიდი მონაწილეობს. ტურნირში კომპანია ვისოლის გუნდიც ასპარეზობს. რუსთავის ავტოდრომზე შეკრებილმა მაყურებელმა დღეს ავტობოლების გარდა გასართობი პროგრამაც იხილა, მათ შორის დრიფტი, მოტოსტანტი და პულტიანი ავტომობილების შეჯიბრი. გახსნა სეზონის ყოველთვის უნდა იყოს ესე, თუ ესეც არ იქნება გახსნა, მე ვანებებ სპორტს თავს. მთელი წლის განმავლობაში ესეთი თუ არა ნაკლები რბოლები არ იქნება. თვეში ერთი რბოლა უწევს დაახლოებით, წლის ბოლოს უკვე ნოემბერში ეცქნება რუსთავი ინტერნეშნალ ჩელენჯი, სადაც უცხოელი რბოლელი ძალიან ბევრი გვეყოლება და სწორედ იმიტომ რომ ესეთი ომია და მათაც აინტერესებს კონკურენტუნარიანი გარემო და მთელი წლის განმავლობაში ბევრი შოუ, ბევრი რბოლა და ბევრი სანახაობა. გავიმართლა რომ სტარტიდან პირველი წავედი, მოვახერხეთ შეიძის გასწრება ძალიან ძლიერი მეტოქეა და პირველი 5 წელი ძალიან მიჭირდა, იმიტომ რომ ყოველ საშუალებას ხმარობდა როგორმე გაესწრო, მაგრამ როგორც ჩანს მე შეცდა. საკმაოდ კარგი რეზულტატი აჩვენეს ბიჭებმა, კომპანია ვისოლი აქტიურად ჩაერთო ამ მიმართულებაში, რამეთუ ჩვენ ვახდეთ ახალი პროდუქტის იმპორტს საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ეკოპროდუქტების წარმოჩენა ხდება ზუსტად თბილისის ავტოდრომიდან.